მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე იქნება ეს ადმინისტრაციულზე თუ სხვა ტიპის პოლიტიკურ მოქმედებებთან დაკავშირებით, სულ უფრო და უფრო გვაშორებს დასავლური ცივილიზებული სამყაროსგან. გამომდინარე იქიდან, რომ დასავლური სამყარო ეს არის გეოგრაფიული რაღაც წარმონაქმნი, ეს გახლავთ სამყარო, რომელიც გარკვეულ ფასეულობათა სისტემას ემყარება და თუ შეუსაბამობაში მოდიხარ მასთან, იმ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებ, ბუნებრივია პერსპექტივა, რომ შენ როდესღაც მაინც მოახდინო შენი ქვეყნის ინტეგრაცია ამ გაერთიანებაში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება და შესაბამისად ეს გადაწყვეტილებები სულ უფრო და უფრო გვაახლოვებს აი ამ გაერთიანებებს, აი ამ რაღაც ავტორიტარულ ალიანსებს და შესაბამისად მათი ლუკმა ვხდებით. ეს არის ის რეალობა, ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ერთი წუთით თვითონ ეს ტენდენციები გადავდოთ გვერდზე და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უსაფრთხოების კონცეფცია აქვს ხელისუფლებას აი ამ საკმაოდ ტურბულენტურ, საკმაოდ პრობლემურ სამყაროში, სადაც რისკები ძალიან მაღალია პირდაპირ თქვათ და ბუნებრივია ჩვენ არავინ არა ვართ იმის წინააღმდეგი, რომ გარკვეული სიფრთხილე და მოზომილი გადაწყვეტილებები ამ დროს არის აუცილებელი და თითქოს ხელისუფლება ამბობს, რომ ზუსტად ეს ჩაურევლობა არის მათი უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველი და ის, რასაც ისინი აკეთებენ ამ მხრივ, ხო, უნდა შემოგვასაღონ ერთგვარ სიბრძნედ. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს ჩაურევლობა ძალიან უცნაურია, ხო? ერთის მხრივ ჩვენ მეგობრებს ევროპაში, შეერთებულ შტატებში ლანძღავენ უკანასკნელი სიტყვებით, ნებისმიერი თუნდაც ძალიან მარტივი კრიტიკის გამო და უვნებელი კრიტიკის გამო საკმაოდ უთიფრად მოიხსენიებენ შეურაცხყოფელად ხშირ შემთხვევაში ამასაც ვიტყვი და თუ რომელიმე ავტორიტარი რაიმე განცხადებას გააკეთებს, ხო, არასასიამოვნოს ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოს, სახიფათოს, ხო? ამაზე პრაქტიკულად არ რეაგირებენ აბსოლუტურ დუმილს ინარჩუნებენ. ჩვენ ვნახეთ ამ რამდენიმე დღის წინ ირანის ელჩის მუქარანარევი განცხადება, რაზეც ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ ქონია და ერთადერთი მათმა სპიკერმა გამოაცხადა, რომ საქართველოს როგორც ესეთი აი ამ მუქარაში მას არ უხსენებია. სინამდვილეში ეხლა დიპლომატიაში ესე ხდება და ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება საქართველოს არ უხსენებია, მაგრამ ცალსახად იგულისხმებოდა საქართველოს ერთგვარი კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება აი ესე სამარცხვინოდ მე ვიტყოდი რეაგირებს აი ჩემის აზრით, ხო, მოწინააღმდეგის ბანაკის აი ესეთ მუქარებზე და შეურაცხყოფებს. ეს არის არჩევანი, ხა ამას სიბრძნე არ ქვია, ხო, ამას ქვია უკვე კოლაბორაციონიზმი, ანუ ამით გარკვეულწილად ჩდება განცდა, რომ ჩვენ იქ არ მივდივართ, რაც კონსტიტუციაში წერია, მივდივართ იმის საწინააღმდეგო მიმართულებით და გზადაგზა აი ამ ეგრეთ წოდებული სიბრძნის შედეგად ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, სიბრძნე ჩვენ ვიმტერებთ ჩვენ მოყვარეს, ჩვენ ესე რომ ვთქვათ, მეგობრებს, მათ ვშორდებით საბოლოოდ და არც მტერი არ განგვიხილავს ესეთ სამარცხვინო პოლიტიკის შედეგად მაინც და მაინც პარტნიორად, ხო? რატომ? იმიტომ რომ აი ესეთი ტიპის რევერანსებს, სიმხდალეს მე ვიტყოდი, ისინი აღიქვამენ როგორც სისუსტეს და კიდევ უფრო მეტად გვაჯდებიან თავზე, რასაც ქვია, თავის ლუკმად გთვლიან და რასაც უნდათ უკვე იმას გვაკეთებინებენ. შესაბამისად, სიმხდალე და ესე რომ ვთქვათ, ვითომ ბუჩქებში ჯდომა, საიდანაც ყველაფერი ძალიან
კარგად ჩანს არ შეიძლება სიბრძნეთ იყოს მიღებული ესეთ ერებს, ესეთ სახელმწიფოებს არავინ პატივს არ ცემს, უნდა გვესმოდეს ხო, არც მტერი, არც მოყვარე და საბოლოო ჯამში ესეთი ქვეყანა რჩება გასაყოფ ტერიტორიად, კარგავს თავის სახელმწიფოებრიობის ნიშნებს, კვაზი სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად იქცევა და სამწუხაროდ ხდება ესე რომ არაკეთილმოსურნეების ძალიან ადვილად ესე რომ ვთქვათ დასაპყრობი. აი აქეთ მიდის დღესდღეობით ყველაფერი, ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ჩვენ მაინც ვიქონიოთ უკეთესის იმედი და ამას კი თავის მხრივ ჭირდება სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები, სერიოზული გადახედვა, თუნდაც უსაფრთხოების პოლიტიკის. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.